საყვარელო სულებო, ამ მედიტაციაში კვლავ ავალთ ცნობიერად ყოფიერების მეშვიდე პლანზე, შემოქმედის ცნობიერებაში, საიდანაც მოახდენთ თქვენი ოცნების რეალიზაციას, თქვენს სასიცოცხლო სივრცეში. ეს მოხდება პირველ რიგში თქვენი წარმოსახვით, მისი ავსებით, სინათლითა და სიყვარულით, შემდეგ კი ნებელობის, სულიერი ბრძანების გამოთქმით. ოცნება არის ის, რისთვისაც სული მოვიდა დედამიწაზე. ოცნებაში ვლინდება ყველა სულიერი მიზანი. ის ყოველთვის ახსავსია სიყვარულით და შთაგონებით, აღტაცებით, სიხარულით და სიძლიერისა და თავისუფლების შეგრძნებით. ოცნების რეალიზაცია გავს ხის დარგვას და მოვლას. თქვენ საკუთარი ცნობიერების ლამაზ ბაღში პოზიტიური აზრებითა და კეთილდღეობის პროგრამებით განაყოფიერებულ მიწაზე რგავთ სიყვარულით თქვენი ოცნების ხეს და უვლით მუდმივად. სიყვარულის წყალს უსხამთ ყოველდღიურად და უმაღლესი სინათლით ასაზრდუებთ თქვენი წმინდა გრძნობებიდან და რაც უფრო დიდია თქვენში სიყვარულისა და სინათლის გრძნობა, მით უფრო სწრაფად მწიფდება ნაყოფი და ვლინდება თქვენი სულიერი შრომის შედეგი მატერიაში, თქვენი ოცნება რეალიზდება. ხშირად წარმოსახეთ თქვენი ოცნება, როგორც უკვე ასრულებული და იცხოვრეთ ამ გრძნობით ყოველ მომენტში. ეს დინამიური ენერგია აავსებს თქვენს აზრებსა და მოქმედებებს და მიმართავს თქვენს ცხოვრებას ისეთნაირად, რომ ოცნება რეალიზდეს ყველაზე შესაფერი სიტუაციაში, ყველაზე მისაღები სასიამოვნო გზით. საყვარელო სულებო, ხედავ სულიერ დასახლებას. ხის კოხტას სახლები განლაგებულია საკრალური გეომეტრიული თანწყობით, ისეთი განლაგებით, რომელიც ამაღლებს სივრცეში ვიბრაციებს და ენერგიებს, ისევე როგორც ფუტკრების ფიჭა. ხედავ ადამიანებს, შემოსილებს სხვადასხვა ღია ფერის ნათელ თავისუფალ სამოსში. დადიან მშვიდად, ნარ-ნარად, სახეზე ღიმილ გადაფენილნი. მათი თვალები გასხივოსნებულია და გული კი ბედნიერებით აღსავსე. ზოგი ადამიანი მუდმივად ცხოვრობს აქ, ზოგიც კი სტუმრობს მცირე ხნით, რათა დროებით დაივიწყოს სტრესი და შფოთვა და ეზიაროს თავის ჭეშმარიტ ბუნებას. ამ დასახლებაში ძალიან ბევრი ხეებია, მაღალი კედრებითაა გარშემოჯარული მთელი ეს ნეტარი მიწა. ნაძვები, ფიჭვები, მუხები, პირიფები სიამოვნებით აშრიალებენ ფოთლებს და ადამიანებს ესმით მუსიკალური ბგერები მათგან მომავალი. გაისერნეთ ამ ადგილას, შეეხეთ მიწას და თითოეულ ნაბიჯზე ერფებით შეიგრძენით სიყვარული, დედამიწის ამბორი. თუ გულს გაუხსნით ამ სიყვარულს, მაშინ ოქროსფერი მიწის ენერგია ძლიერი ნაკადით შემოდინდება თქვენში და ნაკადულივით აავსებს ყველაფერს თქვენს ორგანიზმში. სასიცოცხლო წყლით გაიჟღინთება თითოეული უჯრედი სხეულის. ეს სულიერი დასახლება, სადაც თქვენ იყავით სტუმრად საყვარელო სულებო, არის ჩემი და უამრავი მეგობარის სულის ოცნება. ასეთი დასახლებები ათასობითაა დედამიწაზე და გიწევთ ყველას შემოგვიერთეთ თქვენი გულის სითბო
იდეები და პროექტები, რათა დაიბადოს ნათელი ადგილი აქაც, ჩვენს საყვარელ სამშობლოში, სადაც აირჩიეს განსხეულება ჩვენმა სულებმა, სინათლისა და სიყვარულის გავრცელება სწორედ ამ მძიმე ენერგიებში. როდესაც მედიტაციაში ახვალთ ყოფიერების უმაღლეს პლანზე შემოქმედებისათვის, ასე უნდა წარმოსახოთ თქვენი ოცნება, გრძნობებში, ყველაფერი წარმოიდგინოთ და იგრძნოთ ფერებში, დეტალებში. თქვენი თავი უნდა წარმოსახოთ ამ ოცნებაში და შეიგრძნოთ რეალობა მთელი სხეულით. მაგალითად, თუ მანქანაა, მაშინ წარმოსახეთ ზუსტად მისი ფერები, ფორმა, როგორ ზიხართ საჭესთან და ატარებთ მას სიამოვნებით და როგორი მადლიერი ხართ სამყაროსი ამ საჩუქრისთვის და სიცოცხლისათვის. ასევე თუ სახლია, წარმოსახეთ თუ როგორი ბედნიერი და სიყვარულით ახსავსე ცხოვრობთ შიგნით. მოაწყვეთ ოთახები ისე როგორც გსურთ, გამოიყენეთ მთელი თქვენი ფანტაზიის უნარი. საყვარელო სულაბო, ფულის მაგივრად უკეთესია იოცნებოთ ღვთიურ ბარაქაზე, როდესაც თქვენ გაქვთ ყოველთვის ყველაფერი, რაც კი გჭირდებათ ცხოვრებაში, ნებისმიერ მომენტში. ასევე ფულის ნაცვლად უნდა იოცნებოთ პირდაპირ მიზანზე, რაც გსურთ რომ მიიღოთ ამ ფულით, რადგანაც სამყაროს შეუძლია თქვენი ნება შეასრულოს სრულიად ახლებური გზით, თქვენთვის უცნობი მოულოდნელი გზით. ახლა კი საყვარელო სულებო, მოემზადეთ მედიტაციისათვის. საყვარელო სულო, მიიღე კომფორტული მდგომარეობა, ფეხები მჭიდროდ დაადე იატაკს, ან თუ ლოტოსის პოზაში ხარ, იგრძენი საყრდენი. თვალები დახუჭე და მიხყევი ხმას. მოდუნდი მთლიანად. ისუნთქე მშვიდად, ღრმად, თანაბრად, სიამოვნებით, კომფორტულად, თითქოს შედიხარ ყველაზე ნეტარ ბავშვურ ძილში. სახეზე დაგეფინოს ნაზი ღიმილი და მთელი სხეულით შეიგრძენი შვიდი ბედნიერების ლიულივად ალღები. ისუნთქე ღრმად და ნელა, თანაბრად, როგორც ძილში. სუნთქვა პირდაპირ კავშირშია ცნობიერებასთან. შენი სხეულის ყველა ნაწილი მოდუნდეს და განთავისუფლდეს. ფეხები, ხელები, ტანი, უცლის კუნთები, კუნკერდის კუნთები, ზურგის კუნთები მოეშვა და იგრძნო სხეულმა შვება. ისრის კუნთები მოდუნდა და ნაზი ლიულივი გავრცელდა თავის არეში, სახეზე. თვალებში იგრძენი მოდუნება და განთავისუფლება.
შეიგრძენი, მთელი შენი სხეული მოშვებულია, მოდუნებული და თავისუფალი, სუბუქი, როგორც ბუმბული, როგორც ჰაერი, ნიავი. საყვარელო სულო, ყურადღება ნაზად ჩაიტანე გულის არეში. შეიგრძენი შიგნიდან იქ არსებული უსასრულო სივრცე. გაიხსენე ყველაზე საყვარელი ადამიანი, საყვარელი მოვლენა შენ ცხოვრებაში. გაიხსენე სიყვარულის გრძნობა, ან უბრალოდ იფიქრე სიყვარულზე. ამ შვენიერ, ძლიერ, ღვთიურ გრძნობაზე და დაიწყე სიყვარულის სუნთქვა გულში. ჩაისუნთქე ცნობიერად გულში, შეიგრძენი სიყვარული, ბავშვური ნაზი ღიმილი და ამოისუნთქე ცნობიერად გულიდან სიყვარული. კვლავ ჩაისუნთქე ღრმად და ნელა სიამოვნებით სიყვარულში. ამოისუნთქე და გამოასხივე გარეთ სიყვარულის ტალღები. ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. როდესაც გულში იგრძნობს სტაბილურად სიყვარულს, ყურადღება ნაზად ჩაიტანე ფეხებისა და ტერფების გავლით დედამიწის გულში. შეიგრძენი, რომ ის ცოცხალი არსებაა, ცოცხალი ცნობიერება. მშობელი დედამიწის გული პირდაპირ შენს გულთანაა სიყვარულით დაკავშირებული და გაძლევს შენ მუდამ უანგარო სიყვარულს, ზრუნველობას, ფარველობას და მაცოცხლებელ განკურნავ ენერგიას. მიეცი შენს მას სიყვარული, გრძნობით გაუგზავნე მადლიერება ყველაფრისათვის, რასაც ის გვჩუქნის. გრძნობით მოეფერე მის იარებს და პატიობას თხოვე ტკივილისთვის, რასაც ვაყენებთ მას ადამიანები. ღრმად ჩაისუნთქე და შეიგრძენი, როგორ ჩადის ენერგია დედამიწის ცენტრში. და ნელა ამოისუნთქე და შეიგრძენი, დედამიწის გულიდან ამოსული ენერგია შენი გავლით როგორ გამოდის და გამოსხივდება ფილტვებიდან. ასე სუნთქავთ შენ და დედამიწა ერთად და ეს არის სიყვარული. კვლავ ჩაისუნთქე სიყვარული დედამიწის ცენტრში და ამოსუნთქვისას იგრძენიან იფიქრე თბილი, ძლიერი, ოქროსფერ ყვითელი მიწის ენერგია, როგორ შემოდის შენი ფეხების გავლით ქვედა ცენტრში, კუდუსუნთან, გამსჭვალავს მას, წმენს მთლიანად და ავსებს ახალი, მაღალ ვიბრაციული სასიცოცხლო ენერგიით. ძლიერი, თბილი ენერგია ადის ხერხემალში, წელის არეში, გულმკერდის არეში, კისრის არეში. ხერხემალი დუნდება, იმართება და იხსნება მასში არსებული არხი. შენი ორგანიზმის ყველა ცენტრი იხსნება ნაზად
ამ ახალი სასიცოცხლო განკურნავი ენერგიისათვის. ახლა შენი 7-ვე ცენტრი გახსნილია, იწმინდება და ივსება ახალი მაღალვიბრაციული ენერგიებით. შეიგრძენი გაფართოება, სხეულის სითბო, სიყვარული, ძალა და ენერგია. ენერგია ადის კინკრიხოსკენ, თავის სულ ზედა ნაწილისკენ. ენერგია ყოველთვის მიჰყვება შენს ყურადღებას. შენი თავის ზემოთ იბადება ნათელი სინათლის სფერო, ბრწყინავი, ოქროსფერი, თეთრი ან გამჭვირვალე. ცნობიერება მთლიანად შეიტანე ამ სფეროში. შენ ხარ სფეროს სინათლის, ლივლივა, კამკამა, წმინდა, ბრწყინვალე მანათობელი სფერო. ყველაფერი გარშემო გადაიქცა სინათლედ. ყველა შენი შეგრძნება თეთრ სინათლედ გადაიქცა. შენი სხეულის სინათლეა. ყველაფერი, რასაც ხედავ შიდა მზერით, გადაიქცა სინათლედ და განათდა ბრწყინვალე თეთრად. შენ ახლა ხარ სინათლის ცნობიერი სფერო. გრძნობ ღვთიური სიყვარულის წყაროს შენში და მიჰყვები მის სურნელს. შენ სფეროსთან ერთად ნელ-ნელა იწყება ასვლას და აფრენას ზემოთ, ზემოთ, სულ ზემოთ, თითქოს გადიხარ სხეულიდან, გადიხარ სამყაროში, ხედავ ვარსკვლავებს, კომეტებს, პლანეტებს, ციურ სხეულებს და დიდი სისწრაფით მიისწრაფვი სამყაროს მიღმა. ღვთიური სიყვარულის საწყისი წყაროსკენ. შენაც ცნობიერებ, რომ სამყაროს არ აქვს საზღვრები და ხვდები ბრწყინვალე სინათლეში. საყვარელო სულო, ახლა გაიარე ამ სინათლეში. მცირე ხნით ოდნავ დაბნელდება, მერე ისევ სინათლე მოდის და რაც უფრო მაღლად იხარ ცნობიერებით, ზემოთ და შორს იწყება კიდევ უფრო ბრწყინვალე ძლიერი სინათლის ფენა. შედი ამ ველში, ეს ყოფიერების მეოთხე დონეა. შენ უნდა ახვიდე მეხუთეზე და დაინახო მშვენიერი ბრწყინვალე ოქროსფერის სინათლე. აქ იმდენად სასიამოვნოა ყოფნა, რომ გინდა დარჩე, მაგრამ შენ კიდევ უფრო მაღლა უნდა ახვიდე. გაივლი ამ ფენას და აგრძელებ მოძრაობას ზემოთ. ახლა შენ გაივლი ჟელესმაგვარ სუბსტანციას. ის მკვრივია, მაგრამ შენ გააღწევ მასში. მცირე ხნის შემდეგ დაინახავ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს, სამკუთხედები, კვადრატები, წრეები, სხვადასხვა ფერების და შენ ამ ფენასაც ზალზე სწრაფად გადიხარ. ახლა დაინახე და შეიგრძენი მთელი შენი არსით, როგორ მიემართები უცლიერესი კაშკაშა ნათელი სინათლისკენ ძალიან სწრაფად. რაც უფრო უახლოვდები ამ ფენას, სინათლის ველს, შეამჩნევ ცისფერს, ვარდისფერს ან სხვა ნატიფ ფერებს.
შეიგრძენი, როგორ გადიხარ ვარდისფერ ღრუბელში. ეს არის ღვთიური სიყვარულისა და თანაგრძნობის უმაღლესი ენერგია და ის გიბიძგებს შენ კიდევ უფრო ზემოთ, ბრწყინვალე თეთრი სინათლისკენ. ახლა შენ მთლიანად გარშემორტყმული ხარ კაშკაშა თეთრი სინათლით და ეს სინათლე არის წმინდა, ქათქათა, როგორც თოვლი. თეთრი, ბრწყინავი ფიფქები ეხება შენს სხეულს, გამსჭვალავს მას და სინათლის სფერო, რომელიც იყავი შენ აქამდე, ქრება და უერთდება, შეერწყმება საწყისის ნათელს და მთლიანად განსავდება ნეტარებაში. სინათლე საყვარელო სულო გაერთიანებს ყველაფერ არსებულთან, გამოვლენილთან და ჯერ კიდევ გამოუვლენელთან, რომელიც ელის თავის დაბადებას. შენი, როგორც უმაღლესი შემოქმედის, ნებისა და სიტყვის ძალით. ამ სინათლეს ვეძახით უმაღლეს სრულყოფილ ცნობიერ სიყვარულს. სიყვარულს, რომელმაც იცის ვინ ხარ შენ? შენ ხარ მისი ფიზიკური გამოვლინება დედამიწაზე. ეს არის დაბადებისა და შემოქმედების ენერგია, რომელიც ხარ თავად შენ, შენი სხეული. შენი ცნობიერებისა და სხეულის თითოეული ნაწილაკი ვიბრირებს ამ საწყის ენერგიაში და ყველაფერი შენში ამ საწყისი ველის ნაწილაკებისგან შედგება. ახლა ჩაისუნთქე და წარმოთქვი გულით. ყველაფერი არსებულის დამბადებელო, მადლიერი ვარ სიცოცხლისათვის. ხარ სიმშვიდეში და ნეტარებაში. გარს თეთრი ქათქათა სინათლე გარტყია და გამსჭვალავს მთლიანად შენს მოდუნებულ, განთავისუფლებულ სხეულს. ღვთიური სიყვარული გარს გერტყმის და გამსჭვალავს შენს ორგანიზმს, ცნობიერებას მთლიანად. უმაღლეს სიყვარულში ზავდები და ხდები უსასრულო. სხეულის სინათლეთ გადაიქცა და განზავდა, შეუერთდა, შეერწყა საწყისის სინათლეს. ახლა კი საყვარელო სულო, წარმოსახე დაწვრილებით ყველაფერი შენი ოცნების პროექტში, უწვრილმანესი დეტალებიც კი, გაშალე ოცნების ფრთები და არ იყოს შენთვის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის. გახსოვდეს, რომ მთელი სამყარო ფანტაზიით და წარმოსახვითაა შექმნილი, ღმერთის ნებით და ბრძანებით, ისევე, როგორც აკეთებ ახლა ამას შენ. შეიგრძენი, შთაგონება, თავისუფლება, ინტუიციის გახსნა, აღტაცება, სიხარული და ბედნიერება. სირეხნით დაგტოვებ ოცნების საუფლოში, დაბადე ყველაფერი ისეთად, როგორიც გსურს იხილო რეალობაში. ავსე ყველაფერი უმაღლესი სიყვარულით და სინათლით და
შენი ორგანიზმი გრძნობდეს ყველაფერს რეალურად.
ახლა თუ უკვე შეიგრძნობ ყველაფერს, როგორც უკვე ასრულებულ რეალობას და არ ქვი ოცნებას ლამაზის სახელი და გამოთქვი შენი ნება ხმამაღლა სიტყვებით. მე, როგორც უმაღლესი შემოქმედის სული, გამოვხატავ ჩემს წმინდა ნებელობას და ყველასა და ყველაფრის მიმართ უპირობო სიყვარულში ბრძანებ. დაე გამოვლინდეს ეს ოცნება საუკეთესო გზით. დაე გამოვლინდეს ეს ოცნება. დაე გამოვლინდეს ეს ოცნება. საყვარელო სულო, შეიგრძენი მისი ასრულება, რეალიზაცია, გამოვლენა და თქვი სრულიად დაკმაყოფილებულმა. აღსრულდა, აღსრულდა, აღსრულდა. და ბოლოს საყვარელო სულო, მადლიერება გამოხატე სამყაროს მიმართ, სიცოცხლის მიმართ, საწყისის მიმართ, ყველას და ყველაფრის მიმართ, ვის მიმართაც გრძნობ მადლიერებას და სიყვარულს. ასრულებული ოცნების ენერგიაში, ნეტარებაში, სიმშვიდეში, ნელ-ნელა გაახილე თვალი და დაუბრუნდი შენ ცხოვრებას, რომელიც არასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორცაც იცნობდი მას და ეგუებოდი. ნათელო სულებო, უნდა მასაზრდუეთ თქვენი ოცნებები სიყვარულის ენერგიებით, უმაღლესი ცნობიერების ძალით, ყოველდღიური ცხოვრება ავსეთ რწმენით, რომ გაქვთ უფლება ბედნიერების, რომ ხართ შემოქმედი და სამყარო ასრულებს თქვენს ყველა ნებას და ბრძანებას, გაცამულს უპირობო სიყვარულში. ასრულებული ოცნების ენერგიით იარეთ მუდამ საყვარელო სულებო. ასე გაიღვიძეთ და ასე დაიძინეთ. სამყაროს მიმართ წინასწარ მადლიერება გამოხატეთ ხოლმე და იხილავთ თქვენს პროექტებს ანთებულს რეალობაში. უამრავი ადამიანისთვის სიხარულისა და კეთილდღეობის მომტანებს. თქვენ ხართ უმაღლესი შემოქმედის სულები. თქვენ ქმნით რეალობას გარშემო თქვენი აზრებითა და გრძნობებით, წარმოსახვებითა და გამოთქმული სიტყვებით. გიერთებთ გულის სიყვარულს ყველა თქვენს ოცნებაში და ასრულებულ იყოს ყველა ოცნება მოტანილი ნათელი სულების მიერ დედამიწაზე და გაბრწყინებულ იყოს ყველაფერი ჩვენში და ჩვენს გარშემო უმაღლეს სინათლეში. აღსრულდა, აღსრულდა, აღსრულდა. მადლიერება თითოეულ თქვენთაგანს იმ სულიერი შრომისათვის, რასაც ეწევით ცნობიერების ამაღლებისათვის, გულის გახსნისათვის, სიყვარულისა და სინათლის გავრცელებისათვის, სულიერი ძალაუფლების გამოვლენისათვის. თქვენი თიცვლება ცხოვრება და თქვენი თიბადება ახალი რეალობები, სადაც ადამიანები არიან თავისუფალი, ბედნიერი შემოქმედის სულები, გაღვიძებულები და გასხივოსნებულები. წარმატებებს გისურვებთ სიყვარულით და პატივისცემით, ზეონა იბერიელი.